ეს მეცნიერული კვლევა აგვიხსნის ყველაფერს. კონკრეტულად ეს კვლევა 2003-ში ჩატარდა, თუმცა 2001-დან 2005 წლამდე უამრავი კვლევა ჩატარდა ღეროვან უჯრედებზე. ამ კვლევაში მეცნიერებმა აიღეს ორმაგი კოლბა, პატარა კოლბა ზის უფრო დიდ კოლბაში. ზედა კოლბის ფსკერი შედგება ნახევრად გამტარი მემბრანისგან, რაც ნიშნავს იმას, რომ ფსკერს შეუძლია მხოლოდ გაატაროს მოლეკულები, მაგრამ უჯრედები ვერ გავლენ ფსკერს მიღმა. ზედა კოლბაში მოათავსეს ღეროვანი უჯრედები, ხოლო ქვედა კოლბაში მოათავსეს დაზიანებული ღვიძლის ქსოვილი. მეცნიერებმა დაკვირვების პროცესში აღმოაჩინეს, რომ ღეროვანმა უჯრედებმა 8 საათის შემდეგ დაიწყეს ღვიძლის უჯრედებად გარდაქმნა. მეცნიერულად უჯრედის იდენტიფიცირება ჰისტოლოგიურად ხდება, ანუ მიკროსკოპით აკვირდებიან. ჩვენი ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილების უჯრედებს აქვთ განსხვავებული ფორმა, განსხვავებული ზომა, განსხვავებული ფერი, სტრუქტურა, ბირთვი. ასე რომ ჰისტოლოგს შეუძლია მიკროსკოპში დაკვირვებით განასხვაოს ესა თუ ის უჯრედი თავისი ფიზიკური თუ ვიზუალური დამახასიათებლებით. თუ ავიღებთ ამ კოლბაში მოთავსებულ ქსოვილს და მიკროსკოპით დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ეს არის ღვიძლის უჯრედი, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ის გუშინ იყო ღეროვანი უჯრედი. ეს იგივეა, რომ აღმოაჩინოთ ჯერ მუხლუხო, შემდგომ პეპელა და ვერასოდეს წარმოიდგინე, რომ მუხლუხოს პეპლად გარდაქმნა შეუძლია. თითქოს ისინი აბსოლუტურად განსხვავებული მოვლენები არიან. ამ ფენომენის დაკვირვებისთვის ერთადერთი გზა არის, რომ მონიშნო ეს უჯრედები და ნახო მათი ტრანსფორმაცია. მაგალითად, საიდან ვიცით, რომ ზოგიერთი ფრინველი 100,000-ობით კილომეტრს დაფრინავს ზამთარში კანადიდან მექსიკამდე. მკვლევარები ფრინველებს ამაგრებენ GPS და ზუსტად ასეა შესაძლებელი მათი ფრენის მანძილის გაგება. ასევე ასე შეგვიძლია გავიგოთ ვეშაპების ცურვისა და სიღრმის მანძილი. ხოლო უჯრედის GPS-ისთვის იყენებენ ცილას მწვანე მანათობლის ფლუორესცენციული სახელწოდებით. ეს ცილა აღებულია მედუზასგან და თავისებურად ის მანათობელია. ეს კვლევა ჩატარდა 1980-იან წლებში და 2008 წელს ნობელის პრემია მიიღო ქიმიაში. ამ ცილის საშუალებით ჩვენ ვიღებთ სპეციფიურ DNM-ს. თუ ამ DNM-ს ავიღებთ და შევიყვანთ ღეროვანი უჯრედის ბირთვში, ეს DNM განაპირობებს ღეროვანი უჯრედის გენის ტრანსფორმაციას და წარმოქმნის ცილას, რომელიც იქნება მწვანე და ყველა ამ უჯრედიდან წარმოქმნილი ახალი უჯრედები იქნებიან მწვანე. თუ ჩვენ მოვათავსებთ ფლუორესცენციული ცილით ღეროვან უჯრედს აქ, როდესაც ისინი გარდაიქმნებიან ღვიძლის უჯრედად, მიკროსკოპის ქვეშ ჩვენ დავანათებთ მათ ფლუორესცენციულ შუქს და ისინი დაიწყებენ მწვანედ ნათებას და ამით მივხვდებით, რომ ეს ღვიძლის უჯრედი წარმოქმნილია ზუსტად იმ ფლუორესცენციული ღეროვანი უჯრედისგან. ამის შემდეგ მკვეთრად გაიოლდა კვლევა. ჩვენ შეგვიძლია დავასხივოთ რადიაციით თაგვი, რომ გაუნადგურდეს თავისი ღეროვანი უჯრედები, შემდგომ გადაუნერგოთ ღეროვანი უჯრედები ფლუორესცენციული ცილით და ამის შემდეგ, როცა მას დაუზიანებს სხეულის რომელიმე ნაწილს, დავაკვირდეთ ამ დაზიანების აღდგენის პროცესს. ამიტომაც ჩავატარეთ ასეთი კვლევა. თაგვს კიდურში გავუკეთეთ ტოქსინის ინექცია, რომელმაც გამოიწვია კუნთის მთლიანი პარალიზება და კვდომა. შემდეგ გადაუნერგეთ ფლუორესცენციული ღეროვანი უჯრედები და 6 კვირაში კიდურმა დაიწყო აღდგენა და ფუნქციონირება. მაგრამ, როდესაც მისი უჯრედები შევამოწმეთ მიკროსკოპის ქვეშ, აღმოჩნდა, რომ ისინი მწვანედ ანათებდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მთლიანად კუნთი აღსდგა ზუსტად იმ ფლუორესცენციული ღეროვანი უჯრედებისგან, რომელიც ჩვენ გადავუნერგეთ. იგივე მოხდა გულის ინფარქტის, კანის დამწვრობის, თირკმლის სიმსივნის, ფილტვებისა და პანკრეასის შემთხვევაში. ეს ადასტურებს, რომ ღეროვან უჯრედებს შეუძლიათ გარდაიქმნან ნებისმიერი ქსოვილის უჯრედად. ეს მუდმივად ხდებოდა ათასობით წლების განმავლობაში, უბრალოდ ჩვენ ამას ვერ ვამჩნევდით. ამ კვლევების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენივე ღეროვანი უჯრედების გამოყოფა და გვეხმარება აღდგენაში.